ცოტნე დადიანის 34 ნომერში სილამაზის სალონი გრაცია. შევიდეთ. ძალიან ბევრ манипуляციას აკეთებთ. და მაინტერესებს სტერილიზაციას როგორ ახდენთ? კი. გამდინარე წყლით, შემდეგ გამარშიბდებ და მე ძირითადად მაინც არ მუშაობ, როცა ვაკეთებ ხოლმე ამას ახალ ხსნას ვხსნით და ვამზადებ ხოლმე. ხომ არა ხსნარი არცა გაქვთ გამზადებული და ესე დაბეჭდილია, სად აკეთებთ? სუხაჟარი, კარგით ავალ ზევით ვნახავ. კოსმეტოლოგის ადგიზით. გარეთ აბრაზე გიწერიათ, რომ გაქვთ კოსმეტოლოგი, ყურის გახვეტა, წარბის მოწესრიგება და ყველაფერი აბსოლუტურად მომსახურებაში გიწერიათ. სულის აპარატიდან გამომდინარე, აი ეს არ წაიღოთ, მომეცით აგერ ზუსტად მაღაზე ვაკეთებია. არა, ეს ეხა საწაიღეთ, რატო გააქრეთ, საწაიღეთ, აინტერესებს, მომეცით. რატო დამალეთ? როგორ არ დამალეთ? აი აქ იდო წარბის ამოსაპუტის საშინო მდგომარეობაში და ეხა დამალეთ, გადაიტანეთ. ნახეთ, სულის აპარატი რა მდგომარეობაშია, შეხედეთ. აი ამას იყენებენ. და ამით აკეთებენ манипуляციებს. მდგომარეობა, საერთო მდგომარეობა თქვენც უყურებთ. ერთადერთი ის არის, რომ სავარცხლები თმიანი არ არის და გასუფთავებულია, ეს ძალიან კარგია. ჩავხედოთ, აი ნახეთ რა სიბინძურია. სავარძლებიც საკმაოდ ესე ცუდ მდგომარეობაშია, ნახეთ. ნუ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა იყოს სიდუხჭერე და თქვათ ვერ გამოცვალონ, მაგრამ ესთეთიურად მაინც უნდა დაასუფთავონ და მოაწესრიგონ. ყველაფერი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია. აქ ხდება თავის დაბანა. და ჩახედეთ აი რა მდგომარეობაა, როგორი გასახიხია და როგორი მოსაწესრიგებელია, ეს ყველაფერი ნახეთ რაც გავს. აი ეს არის მოსაწესრიგებლად, როდესაც ქალბატონები ასეთ მოუწესრიგებელ ადგილას დადიან, მე მათი ძალიან მიყვირს. ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთია, პირსახოცების სუფთად უნდა იყოს განთავსებული. ეს ნახმარი პირსახოცებია. სადრეც ხავენ არ ვიცი, ვერ გეტყვით. აქ აკეთებენ მანიკიურს. როგორც კი ჩვენი გადამღები ჯგუფი შემოვიდა ამ სალონში გრაცია, მენეჯერი გაიქცა, მენეჯერი თუ სპეციალისტი, მე პატრონი არ ვიცით და აი ესე დავრჩით მარტო, მაგრამ ეხლა მადონა საგულდაგულო დაათვალიერებს ამ სივრცეს და ყველაფერს გაჩვენებთ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სილამაზის სალონში უნდა იყოს სისუფთავე. არ ვიცი, როგორც საავადმყოფოში ალბათ ყველა მიცის, იმიტომ რომ აქ შეხება გაქვთ მაგალითად მანიკიურის დროს, შეიძლება დაგიზიანდეთ ფრჩხილი და ღმერთმა დაგვიცვას და C ჰეპატიტიც შეგეყაროთ. ამიტომ უმკაცრესი კონტროლი უნდა იყოს სილამაზის სალონებზე, სტერილიზაციაზე აღარ საუბრობ და ყველანაირი ჰიგიენის დაცვის, ყველანაირი პირობა უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა. თუმცა აქ ელემენტარული რემონტიც კი არ არის, აი ნახეთ როგორი ეს მონგრეული მტვერიც კი გამოდის და ნაგავი და ჭუჭყი ამ კიბეებიდან. გარემო არ არის მანდამაინც სახარბიელო, თუმცა მოდით ისევ და ისევ აი მადონას დაკვირვებული თვალით შევხედოთ კარგად ან სილამაზის სალონს, უბრალოდ არ გვესმის რატო გაიქცა ეს ადამიანი, ვინც აქ მუშაობს, მე პატრონია თუ დაქირავებული სპეციალისტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა დარჩე, უნდა დაიცვა შენი ობიექტი, უნდა აგვიხსნა თუ რა ხდება აქ და აბსოლუტურად გაუგებარია ეხლა რატო მოხდა ეს, რაც მოხდა. ერთჯერადი კლიპების გამოყენება უნდა ხდებოდეს. აქ მრავალჯერადად გამოიყენებენ კლიპებს, ესეც არასწორია. აი ამას შეხედეთ, აი ანუ აქ ხდება ნამდვილად ყურის გახვეტა აი ამ სრულიად ანტისანიტარიაში და ქვეყანა რომელმაც ებრძოლა და დაამარცხა C ჰეპატიტი, ქვეყანამ რომელშიც ძალიან დაბალია შიცის არსებობა, აი ასეთი манипуляციებით ზუსტად აი ამ დავადებების პროვოცირება და გამრავლება ხდება. ამაზე უნდა იყოს რიცხვი თანდართული, დალუქული არის, რიცხვი უნდა იყოს და რიცხვი არ არის სამწუხაროდ. ლაქებიც არის ალბათ აქ პედიკური კეთდება, ვერ გეტყვით. მე ძალიან მწუხვარ, მე მესმის ადამიანები ცდილობენ რომ სახში ლუკმაპური წაიღონ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ჯანმრთელობის ხარჯზე და ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე. აქ ნებისმიერი მოპოვებული ერთი თეთრი არის ჩვენი ჯანმრთელობის საფასური.